სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. დღეს ჩვენ დავიწყეთ 51 ნაწილს, რომელიც იგივე წელს, 2001 წელს, ესე იგი 3 თუ 4 ჩაიწერე 3 წელიწადს, მაგრამ მე რო ვნახე 52 უკვე 2003 წელს იქნება, 2002 რატომღაც გამოტოვებულია. ესე რომ მოდით მოვისმინოთ ამ კითხვას ჰილარის სვავს კალბატონი და ძალიან საინტერესო კითხვა არის. რატომ არის რომ მე ეხლა უფრო მეტად ვაცნობიერებ ჩემ ცოდვილობას, ვიდრე ეს იყო ჩემი მოქცევის დროს. ძალიან საინტერესოა, ხო? და ეს არის ზუსტად ჭეშმარიტი ასახვა და ვინც ზუსტად ვითარდება სულიერად და იზრდება ესე ანალოგიურს დააფიქსირებს. აი ჯონ მაკარტურმაც ანალოგიური დააფიქსირა, რომ ჩვენ ყველას აქვს ეს განცდა. აი რას ამბობს ჰილარი. გამარჯობათ, მე ჰილარი მქვია და ჩემი კითხვა ასეთია. მე მეგონა რომ 22 წლის წინ გავხდი ქრისტიანი, მაგრამ ახლა უფრო მეტად და მეტად ვაცნობიერებ ჩემ ცოდვას, ვიდრე მაშინ მქონდა. ეს განცდა. ნუ თუ ეს იმას ნიშნავს, რომ მე ქრისტიანი არა ვარ? და ჯონ მაკარტური პასუხობს. ძალიან კარგი კითხვა, ჰილარი, მადლობა. არა, ეს არ ნიშნავს, რომ შენ ქრისტიანი არ ხარ. მეც ასევე ახლა უფრო მეტად ვაცნობიერებ ჩემ ცოდვას, ვიდრე ოდესმე ყოფილ ვარ. და როგორც ჩანს, ყოველ წელს როცა კი ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას, უფრო და უფრო მგრძნობიარე ხდებით ჩვენი ცოდვების მიმართ. როდესაც პირველად მოვიქეცი იესო ქრისტესაგენ, ცოდვის მიმართ ასეთი მგრძნობელობა არ მქონდა, როგორიც ახლა მაქვს. ეს სულიერი სიმწიფის ნაწილი და მისი ნიშანია. ღმერთს ცოდვის მიმართ სრული ზიზღი აქვს და ამიტომ როდესაც სულიერად შენიზდები, უფრო ღვთისმოსავი ხდები, როდესაც უფრო მეტად ქრისტეს ემსგავსები, ცოდვის მიმართაც ასევე შენი ზიზღი იზრდება. საქმე იმაში კი არ არის, რომ შენ პირველად ეხლა გინდება პატიება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შენ აცნობიერებ და აღიარებ შენ ცოდვას. არა, ეს უკვე მოხდა. არამედ ეს არის შენი სულიერი სიმწიფის ნაწილი, ანუ ცოდვის მიმართ ასეთი მზარდი მტრობა და ზიზღი მოდის სულიერ სიმწიფესთან ერთად. ეს სულიერ ზრდას ახლავს თან. სინამდვილეში ეს სულიერ ზრდას სტიმულსაც უკეთებს, ასტიმულირებს. ჩემი ცოდვის გამო უარესად რომ არასოდეს მეგრძნო თავი, კმაყოფილი ვიქნებოდი იმით, რაც ახლა მაქვს, ასე არ არის? ასე რომ ეხლა მხოლოდ უფლის შესახებ მეტი გაგების და უფლის სიყვარულისა და თაყვანისების სურვილი უფრო და უფრო იზრდება. ეს არის დადებითი მხარე. სულიერი ზრდა ნიშნავს იმას, რომ სულ უფრო და უფრო მეტად აცნობიერებ თუ რამდენად ცუდი ხარ. რადგან სულ უფრო და უფრო მეტად ვაცნობიერებ იმას, თუ რამდენად დიდებულია ღმერთი და რამხელა განსხვავება ჩვენ შორის, იმიტომ რომ ჩვენ ხო ღმერთის პიროვნებასაც ვსწავლობთ, გზა და გზა და უფრო ვაცნობიერებ თუ რამდენად წმინდა ის და პირიქით, რამდენად ცოდვილები ვარ და რატო შეგვიყვარა ჩვენ ასეთი ცოდვილები, უფრო და უფრო მეტად გვიყვარდება ღმერთიც. გასაგებია, ასე რომ მადლობა თქვენი კითხვისათვის, ჰილარი.